მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს განვიხილავ ავთოსა და ქრისტიანული სიმბოლიზმის დებატებს. ამის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ცოტა ხნის წინ ვნახე ვიდეო, სადაც ქრისტიანული სიმბოლიზმი, იგივე გიორგი, განიხილავს მის და ავთოს დებატებს და ამას, ასე ვთქვათ, კრიტიკულად აფასებს და ამ ყველაფრის ანალიზს აკეთებს. საქმე იმაში არის, რომ პირველ რიგში მაყურებელი რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ, მაგ ვიდეოს სათავო დაწერია ფილოსოფიის კლუბის სრული კრახი. ავთოს არც ერთ შემთხვევაში კრახი არ განუცდია, მაგ საკითხს ცოტა ხანში გადავალ, მაგრამ რომც განეცადა ავთოს კრახი, მაგ კლუბში კიდევ ორი ადამიანი ვართ ავთოს გარდა და ფილოსოფიის კლუბის სრული კრახი გადაჭარბებული ნათქვამი არის, მით უმეტეს ეს ორი ადამიანი, ანუ მე და კიდევ გუკა, არასდროს არ ვიდებატებდით თეოლოგიურ საკითხთან დაკავშირებით, ეს ავთოს ინტერესი არის მხოლოდ. ამიტომაც რა თქმა უნდა სათავე არ შეესაბამება იმ კონტენტს, რაც შიგნით არის მოცემული. საბოლოო ჯამში ვიტყოდი რომ clickbait-ია, მაგრამ არა უშავს YouTube-ზე clickbait-ები მოსულა. მოკლედ, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბატონი გიორგი, იგივე ქრისტიანული სიმბოლიზმი ფიქრობს, რომ მოიგო დებატები და ეს ბუნებრივი არის. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანმა შეიძლება იფიქროს ისეთ რაღაცაზე, რომ მოვიგეო, რაც არ მოუგია. მით უმეტეს, როდესაც გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ ჟიური არ არის და ასე შემდგომ. ამიტომაც მე შევეცდები, რომ ვაწარმოო ეს აკადემიური შეფასება ამ დებატების და თუნდაც იმ პასუხს, ასე ვთქვათ, შემოგთავაზებთ ვიდეოსთან დაკავშირებით. პირველ რიგში, საქმე რაში მდგომარეობს? გიორგი, იგივე ქრისტიანული სიმბოლიზმი თავის ვიდეოს იწყებს ამგვარად, რომ რაღაც არააკადემიური იყო ფილოსოფიის კლუბის, ავთოს გულისხმობს, ავთოს პასუხებიო და არააკადემიური არგუმენტაცია ჰქონდა და ასე შემდგომ. მოდი იმით დავიწყოთ, რომ ზოგადად რა სახის შეფასებაც არის მაგ ვიდეოში მოცემული დებატების, არის სრულიად არააკადემიური და აკადემიასთან არაფერ კავშირში არ არის, იმიტომ რომ აკადემიურ დონეზე დებატები ფასდება ქულებით და სექტორებით. ქულებით და სექტორებით, ანუ რა სექტორში ვინ რა ქულა მიიღო, ანუ ვინ რა სექტორი, ასე ვთქვათ, მოიგო. საქმე იმაში არის, რომ ავთოსა და ქრისტიანული სიმბოლიზმის დებატები შედგებოდა 4 ძირითადი სექტორისაგან. ამათგან პირველი იყო 20 წუთიანი შესავალი, შემდგომ მეორე იყო ჯვარედინი დაკითხვა, მესამე იყო შეჯამება და მეოთხე იყო Q&A. ანუ კითხვებს დაუსვამდნენ მაყურებელი, ან ვისაც მოუნდებოდა, ასე ვთქვათ, ვინც ესწრებოდა მაგ დებატებს და რა პასუხებს გასცემდნენ ესენი. პირველი სექტორი, იმის მიუხედავად, რომ ქრისტიანულ სიმბოლიზმს ძალიან კარგად ჰქონდა გამართული, კარგად შემოგთავაზდა ის ტექსტი, რაც მომზადებული ჰქონდა და ასე შემდგომ, და კარგად წაიკითხა ეს ყველაფერი და მართლა დალაგებული და კარგი იყო, ძალიან მომეწონა და ასე ვთქვათ, სლაიდიც მშვენიერი და ლამაზი იყო. ამის და მიუხედავად, ჩემი აზრით, ეგ პირველი სექტორი იყო ავთოსი. ბიბლიას უნდა იყოს ამავერნაირად, რადგან ბიბლია ღმერთის მიერ არის ინსპირირებული და უბრალოდ სხვანაირი ვერ იქნება. ამიტომ ბიბლია უნდა იყოს ყველანაირად სრულყოფილი. შესაბამისად, გიორგი რასედასაც ამბობდა, რომ იქ ბიბლიაში შეიძლება კონკრეტული სახის ხარვეზი იყოს დაშვებული, მაგრამ არა დოქტრინალური ხარვეზი, მაშინ გიორგი გულისხმობს, რომ ბიბლია რაღაც მხრივ სრულყოფილი არ არის. არის რომ მომეყვანა რაიმე ეპისტემოლოგიური ობიექტური კრიტერიუმი კრებებიდან. ანუ უბრალოდ არ არსებობს. ეგ რო არსებობდეს, ძალიან კარგი იქნებოდა საეკლესიო კრებებისთვის და კონკრეტული დენომინაციებისთვის, მაგრამ მსგავსი ობიექტური კრიტერიუმი არ არის. გარდა ამისა, ის ვერსები, რაც მოყვანილი გყავდა სლაიდზე, როდესაც ხატებზე საუბრობდი, რომ ხატები ბიბლიაში კი დაშვებული არისო, მაგ კოლოსელთა პირველი 15 იყო, ეს დაბადება გენდა 15 პირველი, დაბადება 1:26, ეფესელთა 1:23, ფსალმუნი 19:1, ებრაელთა 5:8. მან აბსოლუტურად არ არის ხატზე, როგორც, ანუ სურათზე საუბარი. მან არის ხატზე, როგორც ბუნებაზე საუბარი. ტერმინებზე დულიაზე და ლატრიაზე მაქვს ახლა საუბარი, ბერძნულში როგორც არის, ამ იმის ლათინური ფუძეები იყო განხილული წიგნში და არა რაიმე სხვა ტერმინები. ამიტომ, ხო. მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ 20 წუთის განმავლობაში ავთომ ბევრად უფრო მეტი სერიოზული არგუმენტი ჩამოაყალიბა, ვიდრე ქრისტიანულმა სიმბოლიზმმა. ახლა ვინ როგორ უპასუხა მაგაზე შემდგომში გადავალთ. პირველ სექტორს განვიხილავ ჯერჯერობით და მე ჰოლისტურად შევხედავთ ამ ყველაფერს. მეორე სექტორი, რომელიც არის ჯვარედინი დაკითხვა, ეს ჩემი აზრით ცალსახად გიორგი მოიგო. გამოჩნდა მეორე სექტორში, რომ ავთოს ბევრ რამეზე არ ჰქონდა ინფორმაცია და ამის გამო დაიჩაგრა, მაგრამ აქ არის ერთი ფაქტორი. რა კითხვების დაისვა გიორგის მიერ, ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც ავთომ უპასუხა თუნდაც რომ არ ვიცი, ან ასე ვთქვათ, არასწორად უპასუხა საერთოდ ინფორმაციულ დონეზე. ეგ კითხვები შემდგომში არ ყოფილა იმისთვის გამოყენებული, რომ რაიმე არგუმენტი შემოეთავაზებინა. ანუ ფაქტობრივად თითქოს დასმული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოჩენილი იყო, რომ ავთომ არ იცის ეს კონკრეტული ისტორიული წელი, ისტორიული კულტი, ისტორიული რაღაცა ეთნოსი და ასე შემდგომ. და ამაზე ინფორმაცია არ აქვს. ეს დებატებში ძირითად შემთხვევაში ნეგატიურად ფასდება, როდესაც კითხვა სვამ და შემდგომში არგუმენტი ამას არ მოყვება, ანუ რისთვის გჭირდებოდა ეს კითხვა საერთოდ ეგ მომენტია, ხო?
მაგრამ იყო მომენტები, როდესაც გიორგიმ დასვა კითხვები, ავთომ ვერ უპასუხა ნორმალურად და არგუმენტი ამ ყველაფერმა შეკრა. და ამის გამო მგონია, რომ მეორე ნაწილი, ანუ ჯვარედინი დაკითხვა რა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია დებატების, წაიღო გიორგიმ 100% და ცალსახად. მე ეგრე მიმაჩნია. მესამე შეჯამების ნაწილი, რაც არის. მე პირადად ორივეს გავუნულებდი, იმიტომ რომ შეჯამების ნაწილი მისთვის არის, რომ შეაჯამო, დებატებშიც მოხდა და ახალი არგუმენტი არ უნდა წარადგინო. გიორგიმაც და ავთომაც მოწინააღმდეგის ახალი კრიტიკა შემოგთავაზეს და რაღაც ახალიც დაამატეს, ახალი არგუმენტაციაც, რაც ასე ვთქვათ, მინუსში მიდის მაგის გამო ორივე. ეს ამ ორიდან ორივემ დაარღვია წესი, მაგრამ უკეთესად ავთომ დაარღვია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ავთომ ნორმალური არგუმენტი შეკრა საბოლოო ჯამში, რის გამო წესი დაარღვია, მაგრამ მაინც უნულდებათ, ანუ ამით არ ფასდება მესამე კომპონენტით. ფიზიკურად შეუძლებელია რომ ფასდებოდეს, ვიტყოდი რომ ავთომ მოიგო თქო, მაგ მესამე კომპონენტით, მაგრამ არ ფასდება. და მეოთხე კომპონენტი, რომელიც რატომღაც ქრისტიანული სიმბოლიზმის ვიდეოდან ამოჭრილია, ანუ რომელიც განათავსდა თავის YouTube არხს, რომელიც არის ჩემი გადმოსახედიდან და აკადემიის გადმოსახედიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დებატების. მეოთხე კომპონენტი, ანუ იგივე Q&A, სადაც მე დაუსვი კრიტიკული კითხვები ქრისტიანულ სიმბოლიზმს და ნაკლებად კრიტიკული კითხვები ავთოს. საქმე იმაში არის, რომ ბევრმა დაწერა, რომ რავი, შენ ძმაკაც რატო არ დაუსვიოთ რაღაც ეგეთი, ანუ კითხვის ავტორს უფლება აქვს კითხვის ადრესატი აირჩიოს. შეუძლია რომ სამი კითხვა დაუსვას თუნდაც ერთ პიროვნებას და მეორეს საერთოდ არანაირი. ჩატშიც, როდესაც თქვენ წერდით კითხვებს, თქვენ მიმართავდით კონკრეტულ პიროვნებას. მე მქონდა ამ შემთხვევაში ქრისტიანულ სიმბოლიზმთან კითხვები, იმიტომ რომ ავთოს პოზიცია ისედაც ხადი და აშკარა იყო ჩემთვის, როდესაც უსმენდი და ქრისტიანულ სიმბოლიზმისთვის მინდოდა რომ ასე ვთქვათ, კითხვები დამესვა და პასუხები გაიცა ამ კითხვებისათვის. საქმე ის არის, რომ ვინც დებატებს უყურა, ჩვენს არხზე დევს სრული ვერსია. ნახავდა იმას, რომ ქრისტიანულ სიმბოლიზმმა ბევრ კითხვას, რაც დაგროვდა, სრულყოფილად ვერ უპასუხა. ოკეი. ახლა მე მაქვს მაშინ გიორგის დავუსმო კითხვას. გიო, მაინტერესებს შენ თუ გსმენია რამე ჰერმეს ტრისმაგისტუსზე. იმაზე ეთნიკმსის ჰერმეტიზმზე. მიმდინარეობა არის პაგანი. არა. კაი, ვაკაზე. ნეო პაგანურ მაგალითად ნეოდრუიდიზმზე ან ან თუნდაც ძველ ზოროასტრიზმზე და ბუდიზმში და კიდე ბევრ ნაირ სახეობაში კონკრეტული სახეები არის კერპთაყვარისმცემლობის, როდესაც კერპი არის თაყვანისმცემენ პირდაპირ გაგებით. ანუ არანაირი სხვა შეწირო არ ხდება მან არც მცენარეული. შესაბამისად არ ვიცი ინფორმაციის წყარო რა იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ აშკარად შეცდომა შეგიყვანა, იმიტომ რომ მაინც და მაინც კერპთაყვანისმცემლობა არნიშნავს იმას, რომ სხვაები უნდა შეწირო. განსაკუთრებით ზოროასტრიზმი და შემდგომ ჰუმანირებული ზოროასტრიზმი, რაც შემდგომში განვითარდა, ანუ ადამიანზე კონცენტრირებული ზოროასტრიზმი პირდაპირ გრძალავდა სხვაებს შეწირვას ნებისმიერ სახის კერპთან, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში კერპს არ გრძალავდა. შემდეგი რომ ამ აქამდე მივიდეთ არის ამდაგვარი სახის, რომ რა მაინტერესებს. ანუ როდესაც შენ საუბრობდი მაგალითად 7-ზე, რომ 7 არის უფრო სრულყოფილი რიცხვი არის, საქმე რაში მდგომარეობს? მაგალითისთვის შესაძლებელია რომ 10 შეფასდეს სრულყოფილ რიცხვად. შესაძლებელია რომ სრულყოფილ რიცხვად შეფასდეს 45 ან 42. ბევრი მათემატიკური თვისების და უნარის გამო რა. საქმე რაში არის? ხო, ღმერთმა შექმნა სამყარო 7 დღეში. ოკეი, გასაგები. მაგრამ საქმე რაში მდგომარეობს? შენ როდესაც ამბობ რომ 7 არის სრულყოფილი რიცხვი და მაგალითად არა 12. სიტყვაზე რომ 7 არის სრულყოფილი რიცხვი. ამას ვიღაც დაიჯერებს. და შეიძლება სწორიც იყოს, შეიძლება სწორსაც ამბობ, მაგრამ მე პირადად როგორც თემოს არ მჯერა მაგის. ანუ იმიტომ რომ ვერ ვხედავ მაგის არგუმენტაციას, რომ ეგ მართლაც მასე არის. რომ დაუშვათ 40 დღეში მოხდა სამყაროს განახლება წარღვნის დროს, ქრისტე 40 დღე მარხულობს, ებრაელები 40 წლის განმავლობაში ხეტიელობენ უდაბნოში, ანუ 40 არის ის რიცხვი, რაც მიუთითებს განწმენდაზე, ისევე როგორც 7 მიუთითებს სრულყოფილებაზე. და ფალინება შეგვიძლია ამას ასე განმარტავს. ანუ ბოდიში ერთ რამეს უცებ. არა, გასაგებია, შეიძლება ვინმე დაიჯეროს, არა, უბრალოდ მე როგორც აი დებატების ფორმატში რა, ანუ კითხვას რო ვსვამ, ესე იგი იმის სურვილი მაქვს, რომ არგუმენტი მოვისმინო, რომ პოლემიკა იყოს რა, ანუ არგუმენტი მჭირდება და არა განმარტება, მაგიტო მე ანუ ეკლესიის განმარტებას ვეყრდნობი. ანუ მე ბიბლიას ჩემით არ გამოვიდა. გასაგებია, ეკლესიის განმარტება რომ სწორია, ეგ გადაწყვეტილება ხომ შენ მიიღე? როდესაც შენ ეკლესიის განმარტება წაიკითხე და ბიბლია წაიკითხე, ეგ ხომ შენი გადაწყვეტილება იყო? კი. შესაბამისად, შენ გადაწყვეტილად მიიღე ბევრი რაღაც, ანუ შენ ინდივიდმა, შენი ნებით, შენი თავისუფალი ნებით, რისიც ვიცი რომ გჯერა რადგან ქრისტიანი ხარ, მიიღე ეგ ყველაფერი. ანუ საქმე იმაშია, რომ აქ ავტონომიურ ეპისტემოლოგიაზეა საუბარი. შენ გაქვს ავტონომია, როგორც ინდივიდს, ეპისტემოლოგიის ავტონომია, შენ გადაწყვიტე რომ მათი არგუმენტები იყო საკმარისი, რომ მიგეღო ეს პოზიცია. ხო მართალია? და მე გეუბნები
აი ესეთ მარტივ რაღაცას რომ არგუმენტი მითხარით ხო და შენ მეუბნები რომ არგუმენტი არ მაქვს, იმიტომ რომ უკვე მიღებული მაქვს ეკლესია და ის ეკლესია ამბობს რომ 7 არის სრულყოფილიო და მაშინ მეორე კითხვას დაგისმენ მაშინ ეკლესიას მოყავს მაგალითები ისევ ბიბლიიდან, რატო არის რიცხვი 7 სრულყოფილი. ეს სიმართლეა და შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ. მაგალითისთვის როდესაც ვესაუბრებოდი არგუმენტაციის ბუნებაზე. აი მაგალითისთვის მე ვარ ნეიტრალური შემფასებელი, ნეიტრალური მაყურებელი და ვსვამ კითხვას, რატომ არის რიცხვი 7 სრულყოფილი? ანუ ბიბლიურად რატომ არის რიცხვი 7 სრულყოფილი? და ის მთავაზობს თავისი ინტერპრეტაციის მოდელს, რის გამოც შესაძლებელია რომ რიცხვი 7 იყოს სრულყოფილი. ინტერპრეტაციის მოდელს. მე როგორც ნეიტრალური პიროვნება შესაძლებელია მაგ ინტერპრეტაციის მოდელს საერთოდ არ ვიზიარებდე. იმიტომ რომ ზოგადად ეს ორი წიგნი, ანუ ბიბლია და ყურანი და თუნდაც ნებისმიერი სახის ჰოლიბუქი, რელიგიური წიგნი. იკითხება ძალიან სხვადასხვანაირად. მაგიტომ არსებობს მაგდენი დენომინაციები, რომ არსებობს ამ ხსენებული წიგნის ძალიან ბევრი წაკითხვის ვარიაცია. შესაძლებელია ქრისტიანული სიმბოლიზმი კითხულობს ამას ჰოლისტურად და შესაძლებელია რომ ავთო ამას ფუნდამენტალისტურად კითხულობს, ანუ პირდაპირ წერია იმას იგებს, სადაც არ წერია რომ მეტაფორაა, ანუ არც გულისხმობს რომ მეტაფორა იქნება, მაგრამ საქმე იმაში არის რომ რომელ მეთოდს ანიჭებ უპირატესობას, ეს განსაზღვრული არის იმის მიხედვით თუ მართლმადიდებელი ხარ თუ პროტესტანტი, მაგრამ მე პიროვნება რომელიც არც მართლმადიდებელი ვარ და არც პროტესტანტი, ჩემთვის არგუმენტაცია ვერ იქნება ეგ. ანუ ჩემნაირი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ეგ კონკრეტული სახის ინტერპრეტაციის მოდელი რატომ უნდა მივიღო? ეგ არის კითხვა, რაზეც მე ვერ მიპასუხა. იქამდე იყო კიდევ ერთი კითხვა, რაზეც ვერ მიპასუხა და მაგის შემდგომაც იყო. შემდგომ დაისვა კითხვა თავისუფლებაზე და ღმერთზე, რაზეც ჩემეც არასრულყოფილი პასუხი გასცა გიორგიმ და კიდევ რამდენიმე კითხვა იყო, რაზეც სრულყოფილად ვერ გასცა გიორგიმ პასუხი. ავთომ ჩემი გადმოსახედიდან მაყურებლებმა რა კითხვების დაუსვა, ყველაფერს სრულყოფილად უპასუხა. ჩემ კითხვას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ ჩემი კითხვა იმდენად მარტივი იყო, რომ რა თქმა უნდა კარგად უპასუხებდა. და მაგას არც ვმალავ. ანუ არც იმას ვმალავ, რომ მიკერძოებული ვარ, რა თქმა უნდა მიკერძოებული ვარ, იმიტომ რომ ავთო ერთი მხრივ ჩემი პოზიციის მე არც ეს არ ვეთანხმები, არც გიორგის და არც ავთოს, მაგრამ შედარებით უფრო ჩემი პოზიციის გამტარი პიროვნება არის და როგორც კითხვის ავტორმა უბრალოდ ადრესატი ავარჩი. საერთოდ არ მქონდა სრული ავთოსთვის კითხვა დამესვა, ავთოსთვის კითხვის დასმა რომ მინდოდეს, რავი, ახლავე დაუსვამდი. და ეს ყველაფერი იმდენად მარტივი არის და იმდენად ცხადი არის, რომ აი უბრალოდ თუნდაც ქუჩაში ან ოთახში ელემენტარული აკადემიური ცოდნის გამლელმა პიროვნებამ რომ გაიაროს და მოისმინოს ეს საუბარი, აუცილებლად დამეთანხმება. დიახ, შესაბამისად მე უბრალოდ ისიც არ მესმის ქრისტიანული სიმბოლიზმი ამ შემთხვევაში რაზე საუბრობს. დებატების შემდგომ, როდესაც განიხილავს ავთოს არგუმენტაციას და შესაძლებელია ავთოს სრულიად მცარი არის, გასაგები არის რა, იყოს სრულიად მცარი, არ მაქვს მაგაზე პრობლემა, მაგრამ დებატების შემდგომ, როდესაც ახალი ინფორმაციას ამატებს დებატებს, რომ აი ამის გამო შეცდა ავთო, აი ამის გამო შეცდა ავთო, ეგ დებატებში მოცემული არ იყო. ანუ დებატებში იმას კი არ აქვს მნიშვნელობა მართალ პოზიციაზე დგახარ თუ რაღაც ტყუილ პოზიციაზე, იმის და მიუხედავად რომ ავთომ თავის პოზიცია მშვენივრად დაიცვა. არამედ დებატებში აქვს მნიშვნელობა იმას, თუ იმ მომენტში რა არგუმენტს შესთავაზებ შენს ოპონენტს და როგორ უპასუხებს ამას. და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ასე ვთქვათ, ისე მოხდა, როგორც მოხდა. შესაბამისად, აქედან მე მარტივი დასკვნა გამომაქვს, რომ ავთომ არადამაჯერებელი მოგება შემოგთავაზა, ანუ ჩემი აზრით ავთოს მეტი შეეძლო დებატებამდე ნახევარი საათით ადრე რომ არ მომზადებულიყო და ინფორმაციულად უფრო მეტი რამისთვის გადაიხედა და გაიხსენებინა და მგონია რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მისი მოგება, მაგრამ მართალია, ანუ როდესაც დებატებში მოიქცევი იმგვარად, რომ შენი ოპონენტი ჩაწერს ვიდეოს, რომ აი ამის გამო და ამის გამო წააგე და რა თქმა უნდა ეს მთლიან აკადემიურ ჩარჩოებს ხდება, ანუ მისი ვიდეო რო იწყება აკადემიაზე საუბრით. ეს ყველაფერი აკადემიურ ჩარჩოებს ისაც ხდება იმ გაგებით, რომ არასწორად აფასებს ვიდეოში, არგუმენტაციის არასწორი ისა მომენტი აქვს. თვითონ დებატებზეც არგუმენტაციის კრიტერიუმები რაც იყო, ანუ რავი, არანაირი კრიტერიუმით არ ქონდა არგუმენტაციები გაწერილი, მე ეგრე მივიჩნევ და შესაბამისად ეგ არის და ეგ. ამიტომ ჩემი პოზიცია ის არის, რომ 4 სექტორიდან, რავი, 2 ცალსახად წაიღო ავთო. ჯვარედინი დაკითხვა აუცილებლად მოიგო გიორგი. ეგ ძალიან თვალსაჩინო იყო. დავამატებდი იმასაც, რომ თუ მაგალითად გიო, შენ მიიჩნევ იმას, რომ რაიმეში ვწდები და არასწორი ვარ და ჩემი პოზიცია და ჩემი კითხვები იმ მომენტში არასწორი იყო, რაც შენ ვიდეოდან ამოჭერი, დებატების ვიდეოდან, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხვიდე და თეოლოგიურ ეპისტემოლოგიაზე ვიკამათოთ. არ მაქვს პრობლემა, თუ გინდა მას დებატების ფორმატი მიეცი, თუ გინდა პოლემიკის, თუ გინდა პირადად განვიხილოთ ეს საკითხი. და მე ავხსნი იმ ყველაფერს თეოლოგიური ეპისტემოლოგია რატომ არის კრახი და ფილოსოფიური ვალიდაცია და ჯასტიფიკაცია რატომ ვერაზოს ვერ ექნება. მადლობა ყურადღებისთვის.
ვისაც მოგწონთ ფილოსოფიური კონტენტი, შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვისაც არ მოგწონთ, შეგიძლიათ ვიდეოები დაადისლაიქოთ, თქვენი არჩევანი არის. და მომავალ შეხვედრამდე.